რამდენიმე დღიანი თავშეკავების შემდეგ ოცნება მადუროს დაკავებაზე რეალურ დამოკიდებულებას ავლეს. ტექსტში, რომელიც ოლიგარქის პარლამენტის სპიკერმა გამოაქვეყნა, დონალდ ტრამპის კრიტიკა იკითხება. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ ამერიკის პრეზიდენტმა საერთაშორისო წესრიგი დაარღვია. თუმცა თუ ვაშინგტონის წინააღმდეგ კრიტიკა შეფარულია, რეჟიმის ამის საჭიროებას უკვე ტრადიციულად ვერ ხედავს ევროპული გაერთიანების შემთხვევაში. ევროკავშირი როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს, ვკითხულობთ განცხადებაში. საუნულ აბაძე აგზელებს თემაზე საუბარს, მან პოლიტიკური შეფასებებიც მოისმინა. დავიწყოთ პაპუაშვილის ტექსტით, რომელიც მანამდე ოცნების საგარეოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მსგავსად მოვლენების ზომიერად შეფასების მცდელობას, თუმცა მხოლოდ მცდელობას წარმოადგენს, რადგან ამ ტექსტით ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპი საერთაშორისო წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულა. ზუსტად კი როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ტრამპის მიერ ჩატარებული რამდენიმე წუთიანი სპეცოპერაცია მადუროს წინააღმდეგ არის მორიგი დადასტურება იმის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. ამაზე უფრო შორს წასვლას, ანუ ტრამპის კიდევ უფრო ცხადად კრიტიკას და შესაბამისად იმის გამოხატვას, რომ სინამდვილეში ივანიშვილი მადუროს რეჟიმის გულშემატკივარია, საკუთარ ტექსტში შალვა პაპუაშვილი მოერიდა და ალბათ იმისთვისაც, რომ ეს მიმართულება გადაიფარა, აქცენტი გადაიტანა ბრიუსელზე, რომლის კრიტიკაც ქართული ოცნებისთვის მთლიანად და განსაკუთრებით პაპუაშვილისთვის შეიძლება ითქვას, რომ უკვე დიდი ხანია კომფორტულ საქმიანობას წარმოადგენს. ამ მიმართულებით კი უფრო კონკრეტულად შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირი არათუ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წესრიგის რღვევას, არამედ ის ამ რღვევით სარგებლობს კიდეც და როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშე ევროპული გაერთიანება უკვე აღარ არსებობს. მათთვის კი ვისთვისაც ეს მტკიცება სარწმუნოა, პაპუაშვილი ასკვნის იმასაც, რომ უალტერნატივოა ქართული ოცნების პოლიტიკა, რომელსაც თავად ქართული ოცნება მშვიდობის პოლიტიკას უწოდებს. იმაში, რაც დღეს ვენესუელაში გაცხადდა, ჩვენთვის ახალი არაფერია. ჩვენ ეს დიდი ხნის წინ დავინახეთ და სწორად შევაფასეთ. ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ. დემოკრატიულად დამარცხებულებს ძალაუფლების მოპოვების მხოლოდ ერთი სცენარია იმედებათ. გარეჩარევით და ძალადობით ხელისუფლებაში მოსვლა. და ბოლოს, ვენესუელაში ჩატარებულმა რამდენიმე წუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს და როგორც ჩანს, ის ასეთად ვეღარასოდეს იქცევა. მეტიც აღმოჩნდა, რომ ბრიუსელი როცა დასჭირდება მსოფლიო წესრიგის რღვევით სარგებლის მიღებას და მის სათავისოდ გამოყენებასაც არ მოერიდება. ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოქმედებაც ამის კარგი დასტურია. იანვრის პირველივე დღეებში დატრიალებულმა საერთაშორისო ქარიშხალმა, რომელიც როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ ძალას იკრებს, უფრო განამტკიცა ჩვენი გეგმა 2026-ში. არ გადავუხვიოთ მშვიდობის პოლიტიკას და არ ჩავერიოთ სხვების სცენარებში. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ საერთაშორისო ქარტეხილებში, რის შესახებაც საკუთარ პოსტში პაპუაშვილის წერს, გადარჩენა შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი მოკავშირეების მხარდაჭერით. ქართულმა ოცნებამ კი საქართველოს მოქალაქეების სწორედ ამ მოკავშირეების გარეშე, მათ შორის ბრიუსელისა და ვაშინგტონის მხარდაჭერის მიღმა დატოვა. რადგან ოპოზიციის მტკიცებითო ქართული ოცნება წარმოადგენს კიდეც იმ ბანაკს, რომელიც პუტინის ხელმძღვანელობით და ახლა უკვე მადუროს გამოკლებით ავტორიტარულ რეჟიმებს აერთიანებს. ეს კი განსაკუთრებით საყურადღებო იმის გათვალისწინებითაა, რომ სწორედ მადუროს რეჟიმით მართული ვენესუელა წარმოადგენდა იმ სახელმწიფოს, იმ რამდენიმე ქვეყანას შორის წარმოადგენდა იმ სახელმწიფოს, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობას, ანუ აღიარებდა აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, რაც ბუნებრივია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, თუმცა ამის შესახებ ქართულ ოცნებას პრეტენზია არასდროს გამოუხატავს და ამის საპირისპიროდ ის იფერებდა და იღებდა კიდეც იმ მხარდაჭერას, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ასეთად შეაფასა მადურომ 2024 წელს ჩატარებული პროცესი ქვეყანაში ივანიშვილმა მიიღო სწორედ მადუროს რეჟიმისგან. ივანიშვილის პროვინციული ავტოკრატიის მსახურების კომიკური მდგომარეობა მძიმე საყურებელია. ტრამპზე რამის თქმა ეშინიათ. ისევ ევროკავშირს მისდგომია გერმანელი გადასახადის გადამხდელების ნასუფრალზე წლებით გამოკვებილი პაპუაშვილი. ვენესუელაში სპეცოპერაცია ჩაატარა ტრამპმა. მადუროს ასამართლებენ ნიუ-იორკში და არა ბრიუსელში. პაპუაშვილი კი ისევ ბრიუსელს აგინებს. საერთაშორისო ქარტეხილებში გადარჩება ის, ვისაც ძლიერი მოკავშირე ეყოლება. ევროკავშირში გაწევრიანების გზამ შანსი მოგვცა პირველი რესპუბლიკის ბედი არ გავიზიაროთ. მარტო აღარ ვიყოთ გადარჩენილი
გადარჩენისთვის ბრძოლაში. ეს შანსი ააღლიტა ჩვენს ხალხს ივანიშვილმა. ახლა გვიმტკიცებენ, რომ თურმე საერთაშორისო იზოლაციაში დარჩენილი უმეგობრო და უმოკავშირეო საქართველო ივანიშვილის ბრძნული საგარეო პოლიტიკის შედეგი და გადარჩენის ფორმულაა. თავარი არის ის, რომ შალვა პაპუაშვილი თავის აი ამ სტატუსში აღიარებს, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევად და საერთაშორისო წესრიგის დარღვევად მიაჩნია ამერიკის შეერთებული შტატების ქმედება და ეს იყო ძალაუფლების მიმტაცებელი კრიმინალური, ასე ვთქვათ, ბანკფორმირების და ნარკოკარტელების ხელმძღვანელის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაცია, ამიტომაც რა თქმა უნდა აქ ჩანს, რომ შეიძლება ესე ღიად ვერ პედავდნენ პირდაპირ კრიტიკას ტრამპის და მის პოლიტიკის, თუმცა ნუ პირდაპირ კი არა, პირდაპირ ამბობენ, რომ მათი ქმედებები, ანუ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ქმედებები არის დაპირისპირებული საერთაშორისო სამართალთან და საერთაშორისო წესრიგთან. ანუ ამ შემთხვევაში ისინი იმეორებენ ტრამპის და ზოგადად ამერიკის მტრების და მოწინააღმდეგეების თავარ ნარატივს. ორი დღის სწავლების შემდეგ მაინც ირიბად მოუწიათ ხარი დაეჭირათ დიქტატორი მოძალადე არალეგიტიმური მადუროსთვის, რომელსაც მიიტაცა არჩევნები და რომელიც აწამებდა საკუთარ მოქალაქეებს. 1000-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ქართველებისთვის, ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არის ის, რომ ისინი ირიბად მხარს უჭერენ ადამიანს, დიქტატორს, რომელმაც ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაქუცმაცებას, დანაწევრებას, ანუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. და მეორე ფაქტორი, როდესაც საუბრობენ რაღაც საერთაშორისო ნორმების დარღვევაზე იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დამნაშავეა მათ შორის ტრანსნაციონალურ დანაშაულებში, უნდა გვახსოვდეს, რომ არასდროს ქართულ ოცნებას არასდროს მსგავსად აქცენტირებულად სპეციალური განცხადებით არ უსაუბრია რუსეთის მიერ დარღვეულ საერთაშორისო წესრიგზე. საკუთარ პოსტ შალვა პაპუაშვილი მის აღნიშვნით იწყებს, რომ სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც მხარს არ უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ვერ ჩაითვლება ქართველი ხალხის მეგობრად, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ასეთ სახელმწიფოებს შორის იყო სწორედ მადუროს რეჟიმით მართული ვენესუელა, ქართული ოცნება არათუ ითხოვდა მისგან ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, არამედ მან, როგორც უკვე აღინიშნა, ის მიოლცვაც მიიღო, რომელიც მოჰყვა 2024 წლის 26 ოქტომბრის პროცესს, როცა როგორც მადურომ აღნიშნა, ქართულმა ოცნებამ არჩევნებში ვარსკვლავურად გაიმარჯვა. ახლა კი როცა მადურო სპეციალური ოპერაციით გადაყვანილია შეერთებულ შტატებში და მოსაოდნელია, რომ ის სწორედ ამერიკული მართლმსაჯულების წინაშე აგებს პასუხს, ქართული ოცნება, როგორც ეს პაპუაშვილის პოსტითაც დასტურდება, ავლენს ერთგვარ მხარდაჭერას მადუროს მიმართ და ამ პროცესში ტრამპის მიმართ კრიტიკას იწყებს.